სურაღაც ხდება პატარა ქალაქში ხან დღისით ხან ღამით ხან მზეში და ხან კარში მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის დრო ახელ თვალებს სინანულს რომ მე გვია ხდები რომ ის იყო ვინც გიყვარს ის იყო ვინც გახსოვს ის იყო როგორ ხარ მა? დაღლები მომშა. ვა, რამ დაკალა მამიკო? თელი დღეა ხან რა გადმოვაგეთ ხან რა. ძალიან ბევრი ტანსაცმელი და სათამაშო მაქვს. სულ ყველა სათამაშო მოყავს და დედა მეუბნება ზოგი უნდა გავაჩუქოთო. რატომ უნდა გააჩუქო მა, ჯერ თუ კიდე გიყვარს? იმიტომ რომ ძალიან პატარა სახლია და ბევრს ვერ დავატავთ. თან მა, იცი რა პატარა ეზო არის? ბავშვებიც კი არ არიან. არ გინდა მამიკო გადასვლა? არა, შენ ვერ დაელაპარაკები დედას. ჯერ ვერ მა, მაგრამ ამას მოვიფიქრე. თვითონ მოსწონს და მე არა, იცი რა პატარა ოთახი მექნება. თან არავის არ ვიცნობ ეზოში. აი მამიკო, ეგრე არ იფიქრო რა. შენ სადაც მიხვალ, ყველგან სიხარულს მიიტან, ხო იცი? სიხარული როგორ მექნება დიდი ოთახის და სათამაშოების გარეშე. აი შენ სანამ დაიბადებოდი, ხო? ეგ ოთახიც სულ ცარიელი იყო. მაგრამ ისე მოვაწყვეთ, მაგრამ აი ასე შეგიყვარდა. მაგასაც ეგრე მოვაწყობთ რა. ვარდისფრო შემიღებავ კედლებს? კი, მამიკო, ვეცდები. კაი, წავედი მე. ვისი ლაპარაკებო დედა? კატო იყო, მოვინატრეო. მე კატოს ასე მაგიტო გავუთიშე? არა, უბრალოდ იმას ძალიან დიდი ოთახი მქონდა და არ მინდოდა ყურება. ელენე, მაგაზე ხო ვილაპარაკეთ უკვე? კი. მიბრაზდები? ცოტა. მოდი შემირიგდი. და ისე მოგაწყობინებ ოთახს, როგორც შენ გინდა. შევთანხმდით? არ გირიგდები, მაგრამ მაინც შეგხვდები. კარგი. თელიღამი აგეძინა? არა. ლაკოსთან ვიყავი ლოგინში, ჩახუტებულს მეძინა. მართლა? რა მართლა, ბიჭო, წეღან არ გელაპარაკე? ხო. უისე წერილით როგორ დაგშორდა? აუ მე რა ვიცი რა, რანაირი უნიათო ვარ ბიჭო. აი გოგო აქამდე როგორ მივიყვანე რომ დამშორდა? ხო. გამომხნევე მაინც რა. აუ ლაკო. ბოლო მოის გიგზავნი რა. ძალიან გთხოვ რომ შემხვდე. ხო იცი როგორ მიყვარხარ არა? მინდა რომ ყველაფერზე ბოდიში მოგიხადო რაღაცა გაუგებრობა მოხდა რა. აი მე რამდენჯერ უგზავნი, ჰა? დადე რა ეგ ტელეფონი. აუ ზვიად აზიარა ხარ რა. აუ დამკვეთი მოვიდა. ბიჭო. ისმინე ხლა ეგეთ მდგომარეობაში როგორ დახვდები? აუ ძმობას გაფიცებ შენ დაელაპარაკე რა. ამ თემაში მაინც რო არ ჩავიჯვა გთხოვ რა. კაცი შენ ხარ და ქალიც მინდი შენაცი რა. კარგი. მე დავლაპარაკები. გამარჯობა. გამარჯობა. კასპერასთან მაქვს საქმე. კონტრაქტის დეტალები უნდა გავგვევლო დღეს. იცით ძალიან კი მერიდება, მაგრამ დღეს ვერ შეგხვდებათ. რატო? შეთანხმებულები ვიყავით.
მე ამდენი თავისუფალი დრო არ მაქვს. არა, ხო, ვიცი, უბრალოდ ცუდ მდგომარეობაშია და იქნებ ხვალისთვის გადავდოთ შეხვედრა. რა ჭირს ისეთი, რომ ამხელა შეკვეთად უღირდეს, ვერ ხვდები. ისა მანქანა დაეჯახა. ვის, კასპერას? არა, კასპერას ქვისლს. ქვისლის ძაღლს. ბობი ერქვა. აუ, არ შემიძლია ამ ტყილების მოფიქრება და მოდი სიმართლეს გეტყვით. გუშინ კასპერას თავისი შეყვარებულისთვის ხელი უნდა ეთხოვა. ის გოგო კიდე დაშორდა. პირობას ვდებ, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება. პირველად ხედავ ბიჭს ასეთ მდგომარეობაში. ძალიან გრძნობი არია. თან შოკირებულიც. არა და კარგი ბიჭი ჩანს. სადღან ახავ დღეს ასეთ მგრძნობიარეებს. მით უმეტეს საქართველოში. ხო. და აი მაგიტომ გითხარით, რომ იქნებ ხვალისთვის გადავდოთ ეს შეხვედრა, თუ არის შესაძლებელი, რა თქმა უნდა. კარგი. მესმის, მართლა მესმის. მაშინ თვითონ დამირეკოს და დროზე შევთანხმდეთ. კარგით, გადავცემ ყველაფერს. ნახვამდის. ნახვამდის. მისაღებში დამელოდეთ და დაგიდახეთ. გასაგებია ბატონო მიკა. შენთვის უმცალია. ესე იგი მიკერძოებული ექიმიც ყოფილი ხარ, ხო? თუ გთამის სახით შენ ხარ? დედა ჩემის ამბავზე არ მოსული. მივხვდი. კი ვიცი რომ სასწაული მოხდა, მაგრამ მაინც ნერვიულობ რომ რამე არ გამოგვეპაროს. მოკლედ, სანერვიულო არაფერია, სრული ემისია. თავარია ხა ექიმის რეკომენდაციები შეასრულოს. ძალიან მალე შენზე და ჩემზე ბევრად ენერგიული იქნება. ნუ შენ რომ მეუბნები უფრო მშვიდდები. კარგი, მაგრამ დედა შენის ექიმებთან რო დარბი ხარ, შენ თუ ვიყავი ნევროლოგთან ნომერი რომ მოგეცი. ეგრეც ვიცოდი. მოკლედ, დღეს მაგ ნევროსს მე მივხედავ, მაგრამ მე აუცილებლად წადე, კაი? რა შეიფიქრე? რაღაც. ნევრონჯერო და გავიდეთ. კარგი. ელენე კლასელის დედას გამოყავს, ასე რომ ცალია. მე შეაღასულოდებით. წავიდეთ. დავიდეთ. და იმ ხელა შეკვეთა მოგცა, რომ ერთი წუთი ამოსუნთქვის საშუალება არ აქვს. სად გექნება ეხა აგზი ხარ? შენ არ მითხარი გამოდიო? მე სამუდამოდ აქ დაურჩეთ მეთქი ხო არ მეთქვი? აი გეხვეწები რა. 1 საათი მაცადე რა. თან კასპერაც არ არის ხოძზე. ცოტა ხანი გამოვძრები, გონებას გავანიავებ. აი ვღადაობ, რა გჭირს? აი ეხლა ის მითხარი შენთან რა ხდება იქით? აუ რა ვიცი. რაღაც შეკვეთას აუქმებდნენ იმ დღეს რა, რაღაც კარადების მექანიზმის გამო. ო, არაფერი, ახსოვს ჩვენ რო გქონდა სპორტული კომპლექსის დიდი შეკვეთა მაგის. ხო, აი ეგ ამბავი იყო აქაც რა და გამოვასწორე ისინი. ის ხო, კარებების საკეტები რო არიღებოდა და იკეტებოდა. აუ, იქ რა კიბო იყო, გახსოვს? უნდა გამოწერა რავი უფროსმა პრემია რა. ეგ უკვე კარგია. მალე ყველა გაიგებს როგორ იყო ჩაგიცხარ და შენ ცხოვრებასაც დაიბრუნებ. აი მაგის უკვე აღარ მჭირდა რა. აი ეხლა რა პესიმიზმია ეს. მარიამს უკვე გადააქ ნივთები ახალ სახლში. და ისი უნდა მჯეროდეს. ბიჭო, რა მნიშვნელობა აქვს სადიცხულებს, ჰა? ჯერ ერთი მე ვარ მიზეზი, რატომაც გადააქვს ახალ სახლში ნივთები. მე კიდე მეშინია. რომ ელენეს აღარ მანახებს და დამიმალავს. ბიჭო, რა არის? დიდად არ ვიცნობ შენ ცოლს. მაგრამ კეთილი გული აქვს, ეთყობა. არა მგონია ეგრე მოიქცეს რა. მეც არ მეგონა რომ ვითამაშებდი კიდე. შეადარა რა. მაგას ჯობია მიხვდე და დაელაპარაკო. ბოლოს რო ველაპარაკე, ისე იჩხუბა აზრი არა. ხო იცი მაგათ 9 პარასკევი აქვს. ვინ მაგა? ქალებს. შენ ხარ ისეთი გამოცდილი ხარ. დამიჯერე. ვინც დამიჯერა, ყველა მოიგო. მეცდები. ნახოთ. კარგი მძღოლი ხარ? აბარა
ხოდა ეხლა უნდა მაჩვენო. კი, მაგრამ სად მოვედით? ავტოტრეკზე. კარტიგები ოდესმე გიცდია? აუ, არასდროს, მაგრამ სულ მინდოდა. ხოდა ეხლა უნდა წადო. კი, მაგრამ ნევროსთან რაშუაშია. აი მაგას რო გამოხვალ მე მივხვდები. ადრენალინი ეხმარება ტვინს რაღაცების დაალგებაში. აუ, ცოტა მაშინია, მაგრამ უნდა წადო. ნაბალა. წამო. სურაღაც ხდება პატარა ქალაქში ხან დღისით, ხან ღამით, ხან მზეში და ხან კარში მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის დრო ახელ თვალებს სინანულს რომ მერე გვიან ხდები რომ ის იყო ვინც გიყვარს ის იყო ვინც გახსოვს ის იყო აუ, კარგესი იყო, ძალიან დიდი მადლობა. მოგეწონა? კი, ძალიან. თუ მოგინდება კიდე წამოვიდეთ. აუცილებლად. ელენესაც მოუნდება ალბათ, ნეტა პატარებისთვის შეიძლება. უიკი არ ვის, ვკითხოთ წამო. ან და არ გინდა რა, საშიშია და ბავშვს ერთი პასუხისმგებლივი მშობელი მაინც უნდა ყავდეს. ისე მაგაზე ხშირად ვფიქრობ ხოლმე. რაზე? შენზე და ელენეზე. მართლა? მიხარია რომ ჩემ ცხოვრებაში არსებობ. და ელენეც ძალიან მიყვარს და გოგონა, გონი ჩანთა დაგრჩათ. გავა და მოვა. და შენც მოყვარ. ანა ბატონო. მოგვარებული ვარ. რა? რეისები გადავცვალე ამ საღამოს მივფრინავთ. დღეს? კი. მოდი შეთან, მოდი. რა მაგარია, გიორგი? იმდენ რამე